საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას აძლიერებს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავს კვლავ პრეზიდენტად მიიჩნევს. ქართული ოცნების მწვავე კრიტიკისა და მის ანტიდასავლურ ნაბიჯებში დადანაშაულებისთვის ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა ამჯერად ჰადსონის ინსტიტუტში მოწყობილი დისკუსია გამოიყენა, სადაც ის სპიკერის სტატუსით მონაწილეობდა. ექს-პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს რუსეთის მიერ დაგეგმილ და ორგანიზებულ ქურდობად აცხადებს. ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას ხელისუფლების არაღიარებისკენ და სანქციებისკენ მოუწოდებს. შიდა პროტესტის გაგრძელებით და მმართველ გუნდზე ზეწოლის მოსახდენად საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური კოორდინაციით ესახება ახალი არჩევნების მიღწევა ოპოზიციურ სპექტრსაც, რომელიც საკუთარ სტრატეგიას სალომე ზურაბიშვილთან ერთად ადგენს. თუმცა 29 დეკემბრის შემდეგ მეხუთე პრეზიდენტსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის კონსულტაციები აღარ გაგრძელებულა. ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი ის დაანონსებული გეგმას, სადაც ახალი არჩევნების ჩატარების წესები და პირობები უნდა იყოს გაწერილი. It is my honor to welcome Georgia's former president, პატივი მაქვს მივესალმო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ჰადსონის ინსტიტუტში საქართველოსთან დაკავშირებულ დისკუსიაზე მთავარ სპიკერად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარადგინეს. თბილისიდან ჩართვისას პირველივე შესწორება, რაც მომხსენებელმა შემოიტანა და ინსტიტუტის ხელმძღვანელს ჯონ უოლტერს ფრაზა შეუსწორა, მის სტატუსს ეხებოდა. ერთი პატარა, მაგრამ დიდი შესწორება, რომელიც უნდა შევიტანო თქვენს პრეზენტაციაში, ის არის, რომ მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი. დღესაც მე ვარ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, მიუხედავად მმართველი პარტიის პრეტენზიებისა ახალი პრეზიდენტის ყოლაზე. მეხუთე პრეზიდენტმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო პოზიცია, როგორ ხედავს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და რაზეც თბილისსა თუ სხვა დედაქალაქებშიც არაერთხელ უსაუბრია. აღნიშნა ისიც, რომ მართალია ევროინტეგრაციის კუთხით ვალდებულებები კონსტიტუციაში სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გაწერა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით ევროპულ კურსს საქართველო ყველაზე მეტად სწორედ იმავე მმართველი პარტიის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა დააშორა. დღეს საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი გარდა იმ პრეზიდენტისა, რომელიც მე ვარ. ამიტომ მტკიცედ უნდა გავაგრძელო ამ ლეგიტიმაციის განსახიერება. არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არ იმართება ერთი პარტიული წესით, რომელიც არსებობს საქართველოში. ასე რომ ეს სტრუქტურულად ძალიან გავს იმას, რაც ხდება რუსეთში. ეს მართლაც არჩევნების ორგანიზებული ქურდობა, რაც კარგად იყო დაგეგმილი ორგანიზებული და მხარდაჭერილი რუსების მიერ. ასე რომ არალეგიტიმური მთავრობის პარლამენტის არაღიარების პოლიტიკა აუცილებელია, რათა მოხდეს ზეწოლა, რომელსაც სანქციები ახორციელებს მათზე, რადგან ეს ზეწოლა სახდენს არა მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერებზე, არამედ პირველ წრეზე მათ ირგვლივ. ეს უკვე ავტოკრატიული რეჟიმია, ერთი პარტია. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ, უნდა ვიბრძოლოთ და მივიდეთ ახალ არჩევნებამდე, რადგან ასეთი ღრმა კრიზისიდან გამოსვლის სხვა ცნობილი გზა არ არსებობს. სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ გზავნილებს სრულად ოპოზიციური სპექტრი იზიარებს. ოთხივე სუბიექტი, რომელიც მასთან კონსულტაციებში იყო ჩართული, ადასტურებს, რომ მეხუთე პრეზიდენტს სწორედ ეს ფუნქცია აქვს. ოპოზიციისა და ქუჩაში მდგომი მოქალაქეების სათქმელი პარტნიორებამდე მიიტანოს, მაგრამ ბოლო პერიოდში შეიცვალა მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ლექსიკა ზურაბიშვილთან დაკავშირებით. საკუთარ პარტიულ გეგმებს მიუყვება გიორგი გახარიას გუნდიც. ახლებში ადასტურებენ, რომ 29 დეკემბრის შემდეგ, რაც მეხუთე პრეზიდენტმა ორბელიანების რეზიდენცია დატოვა, შეხვედრა მასთან ჯერ არ შემდგარა. ლელოები კი ისევ იმ აზრზე არიან, რომ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციასთან აქტიური კონსულტაციების გარეშე ოპოზიციური დღის წესრიგის შექმნა არ გამოვა. მისი როლი წინააღმდეგობის მოძრაობაში და არჩევნების ჩანიშვნის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ მასთან ვითანამშრომლებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ საკითხზე. ძირითადად, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის ჩარჩო ეს არის მუშაობა ერთობლივი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩაინიშნოს პოლიტიკური კრიზისის განწვრთნის მიზნით. შეიძლება მიდის იმაზე, როგორ შევთანხმდეთ რაღაცებზე, როგორ წარმოგვიდგენია ყველას, რომ რა საფრთხები არის გასანეიტრალებელი იმისათვის, რომ არჩევნები იყოს მართლა თავისუფალი და სამართლიანი, რომ ის თუ როცა დადგება ეს მომენტი, რომ ვაიძულეთ ან გაიქცა და ვატარებთ ახალ არჩევნებს, ეს არჩევნები რასახის უნდა იყოს, ძირითადი რაღაცეები, რაც არის გასაკეთებელი, შეთანხმებული და მათ შორის ზურაბიშვილთანაც არის ბოლოს რამდენიმე შეხვედრა იყო პარტიების, არა მარტო პარტიების, იყო ცალკე პარტიების ზურაბიშვილთან, იყო პარტიები და რამდენიმე NGO, ასევე ზურაბიშვილთან ერთად და ეს საკითხები იყო, რომელიც გაიარეს. მეხუთე პრეზიდენტის როლი, ქალბატონი სალომეს როლი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც მიღწევანდელ თვითაღიარებულ ოცნებას, არავინ აღარ ელაპარაკება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და რაც შეეხება მოდელს თუ რა მოდელით მოხდება თანამშრომლობა, ეს პირველ რიგში ქალბატონ სალომეზე არის დამოკიდებული, ჩვენ ჯერჯერობით არ მოგვისმენია რა არის მისი გეგმა და სანამ ეს გეგმა არ გახდება ცნობილი, ჩვენი მხრიდან რაღაც დამატებით კომენტარების და შეფასების გაკეთება, რა თქმა უნდა, ნაადრევია. ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი საზოგადო მოღვაწე ფასეულია ამ პროცესში, რომელსაც ეს ადამიანები
ხელისუფლების ასე ვთქვათ გამოაშკარავებისთვის, მათი ქმედების გამოაშკარავებისთვის მოქმედებენ და ვფიქრობ, რომ ის ფასეულობა თითოეული ადამიანისა საერთო ჯამში მოიტანს წარმატებას და გამარჯვებას ქართველი ხალხისას. ის რომ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას შეხვედრებში ჯერჯერობით პაუზა აქვთ, ქართული ოცნებისთვის იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის სტატუსის დაკარგვის შემდეგ მოქალაქე ზურაბიშვილს ოპოზიციისთვის წონა აღარ აქვს. მმართველ გუნდში არც იმას მალავენ, რომ მეხუთე პრეზიდენტის გზავნილები თუ მოწოდებები მათთვის საინტერესო არ არის. სალომე ზურაბიშვილს და ამ ოპოზიციას გეგმა არასდროს არ ქონია, მათ გააჩნდათ მხოლოდ საკუთარი პატრონების დავალებები. ამ დავალებების შესრულების უნარიც არ აქვს და არც მანამდე ქონდათ, არც ხვალ არ ეკნებათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილ ოპოზიციას, რომელიც დღეს არის სასოწარკვეთილი, რომელსაც არ აქვს არანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ზურაბიშვილი ყოფილიყო ევროპის რომელიმე სახელმწიფოს პრეზიდენტი და მისი ვადის ამოწყობის შემდეგ ასეთი განცხადებები გაეკეთებინა, მას როგორც სახელმწიფო გადატრიალების ცდილობისათვის უკვე დააკავებდნენ. ხო, ეს ის ფაქტია, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი პოლიტიკოსი ვერ გაბედავს. მაგრამ მას აი დასავლეთიდან გარკვეული ძალები აღუვიარდებენ, რომ გააკეთე ეს განცხადებები. საქართველოზე შური გვაქვს საძიებელი. ქალბატონი ზურაბიშვილი ძალიან აწყობდა ამ პარტიებს, ვინაიდან იგი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, მათ იხსნეს იგი იმპიჩმენტისგან, სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე და შემდეგ მათი ნარატივის გამტარებელი გახდა. ქალბატონი ზურაბიშვილი აცხადებს დღემდე, რომ იგი არის პრეზიდენტი, მე შემიძლია ვთქვა, რომ იგივე წარმატებით შეუძლია თქვას ბატონ მარგველაშვილსაც, ბატონ სააკაშვილსაც, რომ ისინიც არიან პრეზიდენტები და საქართველოს დღეს ყავს 4 პრეზიდენტი, ხო? ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა აბსურდი, რაც უფრო მალე დაბრუნდება იგივე ეს ქალბატონი და იგივე ზოგადად ოპოზიცია რაღაცა რეალობაში და მოწყდებიან იმ რაღაცა შებრუნებულ პარალელურ სამყაროს, მათთვის არის უკეთესი. ხელისუფლებისთვის არასერიოზულია სალომე ზურაბიშვილის პოზიციონირება, რომ ის კვლავაც პრეზიდენტია, ვადის ამოწურვისა და მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციის პირობებში. სალომე ზურაბიშვილი კი მხარდამჭერებთან ერთად მიიჩნევს, რომ სწორედ ისაა ერთადერთი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელსაც ხალხის სახელით საუბრის მორალური უფლება და ლეგიტიმაცია აქვს.